ბათუმს ახალი მერი ყავს საკრებულოს რიდარეშეს ხდომაზე ბათუმის მერად ჯემალ ანანიძე აირჩიეს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 17-მა დეპუტატმა სამი წინააღმდეგი იყო საკრებულოს წევრები ბათუმის მერის მოკლე ბადაში დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ ახლად არჩეულმა მერმა ანანიძემ განაცხადა რომ გააგრძელებს დაგეგმილი პროექტების დასრულებას ასე ნაჩქარევად 1 საათის განმავლობაში ბიუროს მოწევა, შემდეგ საკრებულოს თომის დანიშნა და აი ამ კოლეგების უწევ მოხრა აქ და ხელისაწევის მეთოდი არ შეიძლება. მე მართალი გითხრათ, მზად ვიყავით სათანამშრომლოდ ვეპირე ვითანხმება. ამ ადამიანებთან როგორც ჩანს თანამშრომლობა გამორიცხული არის. კანონმდებლობის მიხედვით ძალიან სწორედ და კარგად მოვიქეცით მერის მოვალეობის შემსრულებელთან რაც უფრო სწრაფად ეყოლება ქალაქს მერი ბევრად უფრო უკეთ მოხდება ბუნებრივია საქმიანობის წარმართვა, ამიტომ არაფერია გასაკვირი არ იყო. ვებულობთ ვალდებულებას რომ კვლავ გავაგზავნებთ ამ პროგრამების ბოლომდე მიყვანეს, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში და ჩვენ ვღებულობთ ყველა იმ პასუხისგებლობას იმ წარმატებაზე, რასაც მივახსენებთ და იმ წარუმატებელ შედეგებზე, რასაც ვერ გავართვებთ.